დავით მჟავანაძე კოალიცია ცვლილებისთვის წევრი და კორუფციის მკვლევარია ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი. დავით, მოგესალმები და დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მოკლედ, სუსი ძალიან აქტიურია ბოლო თვეებშიც, ბოლო დღეებში, ხან ფასებს დაძდევს და ხან 4 ოქტომბრის ორგანიზატორად ასახელებს ბაჩუ ახალაიას იმის გამო, რომ მიმოწერა ჰქონდა თურმე მათ შორის მის ძალიან ახლო მეგობრებთან და პრინციპში ნათესავებთან. რას გვეუბნება ქართული ოცნების ეს ქმედებები? აი როგორ განიხილავთ თქვენ მთლიან კონტექსტში ქართული ოცნების ამ გადაწყვეტილებებს ან სუსის მოქმედებებს? ხო, მოგესალმებით, მოგესალმებით თქვენს მაყურებლებს და პოლიტიკურ პატიმრებს, ვინც ახლა გვიყურებს. ხო, ეს არის რაღაცა ერთის მხრივ ინფორმაციული დაბომბვა, რომ აი ერთი დღე ერთი რაღაცა სიგიჟე ხდება, მეორე დღეს კიდე მეორე რაღაცა, რომ აი ადამიანებმა ვერ მოასწრონ დაფიქრება, გააზრება რეალურად რა პრობლემა გვაქვს, რეალურად რაზე უნდა. აი გუშინ წინ ფასები იყო, გუშინ ლილუაშვილი იყო, დღეს ახალაია დააკავეს, ხო? ეს ახალაიას დაკავება სინამდვილეში არის ესე შეგვიძლია დავასახელოთ ლალი მოროშკინას დოქტრინას მიყვებიან, რომელმაც თქვა, რომ როცა დააკავებთო ერთს ჩვენიანსო ქართული ოცნების ჩინოვნიკსო, ვიღაცა ნაცი მიაყოლეთ, რომ დაბალანსდესო, ესეთი რაღაც აქვს ნათქვამი, რასაც აკეთებენ კიდევაც, ხო? ანუ ეს რაღაცა ლილუაშვილის დაკავება. ქართული ოცნების ბალანსის პოლიტიკა. ეს არის ლალი მოროშკინას დოქტრინა, ეგრეთ წოდებული ბალანსის პოლიტიკა, სადაც ცდილობენ, რომ რაღაცა ერთ როცა დააკავებენ ერთს, დააკავონ მეორე ვიღაცა ოპოზიციიდან. რა თქმა უნდა, ყველა ეს დაკავებები, აი გრიგოლ ლილუაშვილიც და ბაჩუ ახალაიაც არის პოლიტიკური პატიმრები ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ პოლიტიკური მოტივით ხდება მათი დაკავება და არა იმის გამო, რომ რაღაც ჩაიდინეს ან არ ჩაიდინეს. მე მაგ დეტალებში არ შევდივარ. ლილუაშვილმა დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი ჩაიდინა, რასაც აბრალებენ და უფრო მეტი, ოღონდ ვინც დააკავა, იმათაც იგივე აქვს ჩადენილი. ბაჩუ ახალაიაზე მე არ ვიცი, მაგრამ პოლიტიკური მოტივი რო არის, ეს არის ცალსახა, რა თქმა უნდა და არანაირი ნდობა არ არსებობს. დავესესხები ჯუანშერ ბურჭულაძეს, რომელმაც თქვა, რომ ნორმალურ ქვეყანაში ამ სასამართლოს არავინ არ ენდობოდაო. შესაბამისად, არც მე არ ვენდობი და რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური რაღაცა კორიანტელი, რაც მოყარეს ამ იმის. მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ რაღაცა მე მგონი არც ქართული ოცნების წევრებს და მხარდამჭერებს არ მოეწონება ეს მდგომარეობა. აი ბაჩუ ახალაიას დაკავებაც კი რომელიც შეიძლება 5 წლის წინ თუ 7 წლის წინ რაღაცა ბევრ ქართული ოცნების წევრს მოსწონებოდა, ნუ 7 წლის წინ ის ციხეში იჯდა მაინც, მაგრამ აი ისე ვიძახი პირობით. დღეს არ მგონია რომ ეს ვინმეს მოსწონდეს, იმიტომ რომ ყველა ხედავს რომ აქ სრული სიგიჟე ხდება რა, აი რაღაცა ვის რიც გამო იჭერენ, აი ამაზე მინდა რომ გადავიდეთ დავით. აი საქართველოს მოქალაქე, რომელიც აი ახალი წინა საახალწლო დღეებში მართლა ძალიან ბევრი პრობლემით არის დატვირთული და პოლიტიკურ ვითარებას რო თავი დავანებოთ, ეკონომიკური თუ სოციალური მდგომარეობა ისეთია, რომ მართლა ყველა ადამიანს ახლა ძალიან ბევრი საფიქრალი აქვს საკუთარ ოჯახზე და საკუთარ თავზე. ხო, აი როდესაც უყურებს ტელევიზორს და ფიქრობს, აი მე როგორც საქართველოს მოქალაქეს რა. დავიწყოთ იმით, რომ მე როგორც საქართველოს მოქალაქეს რა, როდესაც იჭერენ თუნდაც გრიგოლ ლილუაშვილს, აი ხა დღეს გავიგეთ, რომ ხეტყის ამბავზე კიდევ 8 პირი არის, ხო, დაკავებული და მათ შორის ერთ-ერთი მგონი ვიქტორ ჯაფარიძის ახლო ნათესავი თუ მისი მეგობარი და ვიცით ვიქტორ ჯაფარიძე ქართული ოცნების წარმომადგენელია, მასთან ძალიან მჭიდრო კონტაქტშია და როცა ირაკლი კობახიძე მეუბნება, რომ აი ახლა ამ ხელისუფლების ჩემი პრემიერობის პირობებში 13 წელი რომ მთლიანად კორუფციაში ჩაეფლო ყველა სტრუქტურა და ყველა მაღალჩინოსანი, ახლა ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს. აი მე რომ ვუყურებ, რა უნდა გავიგო, რა უნდა დავინახო აქ და რა სარგებელი მოაქვს აი ამ სანახაობას საქართველოს მოქალაქისთვის. ხო, ეგ სანახაობა რეალურად არის შექმნილი იმისთვის, რომ ყურადღება გადაიტანოს ადამიანებმა რეალური პრობლემებიდან. კი აღიარეს რეალური პრობლემები შიგადაშიგ, რომ დიდი ფასები არისო და თურმე ევროპაში ორჯერ იაფიღეს ყველაფერი, მაშინ როცა 5-ჯერ მეტი შემოსავალი გვაქვს, მაგრამ ამაზე რომ ბევრი არ იფიქროს ადამიანმა, ამიტომ რაღაცა ეს მუდმივად უნდა იყოს განხილვები, რომ აი ხა ახალაია დაიჭირეს, მართალი იყო თუ არა, ლილუაშვილმა რამდენი მიიტაცა იმას სახში, რამდენი უპოვეს, ანუ ეს რაღაცა სრული აბსურდი არის. რა თქმა უნდა, ადამიანს აქედან არაფერი სარგებელი არ ხდება. ადამიანს სარგებელი შეხვდება მაშინ, როცა ეს ქვეყანა რეალურად გაიწმინდება კორუფციისგან, რეალურად იქნება აქ რაღაცა ნორმალური ინსტიტუტები, ნორმალური ეკონომიკური პოლიტიკა, დაბალი ფასები, მაღალი შემოსავალი და ევროკავშირისგან სვლა და ინტეგრაცია. ქართული ოცნების პირობებში ეს არ იქნება არასდროს, მაგრამ ამაზე ხო არ შეიძლება რომ დავფიქრდეთ, ამაზე ხო არ შეიძლება რომ ადამიანმა იფიქროს. ამიტომ მუდმივად რაღაცა ეს სერიალი ახალი სტრესი, კი. ხო, მუდმივი სტრესი, რაღაცა სერიალში ვცხოვრობთ, აი ყოველდღე ველოდებით პროკურატური. ერთადერთი უწყება და უწყებები, რომელიც ამ ქვეყანაში მუშაობს, ბჭყალებში ეს არის პროკურატურა, სუსი, შინაგან საქმეთა და სამინისტრო. ანუ სხვა არაფერი არ მუშაობს. ფასები არის გაზრდილიო და ეს უნდა გამოვიკვლიოთ და ესეც კი სუს დაავალეს და არა კონკურენციის აგენტოს, რომელსაც 7 მილიონი თუ აფინანსებთ ყოველწლიურად და მისი ფუნქცია მარტო ეგ არის. კარგი, მოდი დავით, აქაც მოქალაქის პოზიციიდან შევხედოთ ფასების ზრდასთან დაკავშირებით, რეალურად მაღალი ფასები მართლა ყველას აწუხებს და შეიძლება ეხა ვიღაცა მიფიქროს და არა მაინც და მაინც ვთქვათ ქართული ოცნების ამომრჩეველმა
ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფასების პრობლემა და შეიძლება იფიქროს, რომ ხო, აი თუ კი გადაწყვეტს ქართული ოცნება, რომ ფასები შემცირდეს და ფასებმა დაიწიოს, ეს რატომ არის ცუდი. მაგრამ აი რომ ავუხსნათ, ერთი რატომ ვერ მოხდება ეს და თუ მოხდება რამდენი შეიძლება რომ ელოდოს აქედან შედეგს. რა თქმა უნდა, ცუდი არ არის. პირიქით აქამდეც მაგაზე უნდა გვეფიქრა და ჩვენ ვფიქრობდით, სულ ლაპარაკობდით და ქართული ოცნება არ იმჩნევდა ამ ყველაფერს. მაგას რომ ამბობდით, რომ მაღალი ფასი არის ამ ქვეყანაში და კორუფცია არის თქო, მაგის გამო აგენტების იარლყი მოგვაწებეს და ხალხი გაყარეს ქვეყნიდან და ეხლა თვითონ იგივეს იმეორებენ და თან თითქოს ჩვენ ვართ რამეში დამნაშავე. ფასება რა თქმა უნდა დაიწიოს. ოღონდ ფასი როგორ დაიწიოს, როცა ქართული ოცნება არის ხელისუფლებაში ინფორმით როგორც არის. ამ ფასის ამ ხელა ფასის მიზეზი ისიც რა არის? დავიწყოთ გადასახადებიდან. ჯერ მარტო ბევრ მახსენა და მე იმ ევროპაში ამ პროდუქტებზე, პირველადი მოხმარების პროდუქტებზე დღგ და გადასახადი არის 4% ან 3%. ჩვენთან არის 18%. ანუ პირდაპირ მია ხელისუფლებას ეს პროცენტი, ხო იცია? გარდა ამის არის რაღაც უამრავი მოგების გადასახადი, იქ რაღაცა იმპორტის გადასახადი, აქციის გადასახადი, ანუ უამრავი გადასახადი. ცდილობს ეს ფული წაიღოს ბიუჯეტში და ბიუჯეტში ფულის შესვლა ხო თავისუფლად ცუდი შეიძლება არ იყოს, მაგრამ რო ხედავთ რომ თურმე მაშინ რა ქვია კორუფციაში იხარჯება ეს ყველაფერი და ლილუაშვილის და ღარიბაშვილის სახში ოქროზოდებად მთავრდება ეს ამოღებული ფული, მაგრამ კითხვა ჩდება რომ მაშინ ანუ რატომი აქვს ეს ფული ბიუჯეტში, ხო იცია? და ამის ხარჯზე რატო ზრდება ფასი? გარდა ამისა, ამხელა კორუფცია თუ იყო და არც გზა შენდება წესიერად, ამდენ ბიზნესმენებს ატერორებენ, არეკეტებენ, ფულს ართმევენ. ეგ რა თქმა უნდა ფასების ზრდაზე აისახება, აბა რაზე აისახება? ანუ აბა რა გონია ეხა ადამიანებს რომ რატო იზრდება ფასი? 86% არის ფასნამატი საზღვრიდან დახლამდეო ეს. ამ 86%-ში 70% არის ხელისუფლების მიზეზით გამოწვეული. გადასახადი, კორუფცია, ცუდი ინფრასტრუქტურა, რაღაცა კორუფციული გარიგებები, კარტელური გარიგებები მართლა არსებობს, ოღონდ ვის დავის შორის არსებობს, ვიცით? მაგალითად კახა ბექაურსა და ბიძინა ივანიშვილის შორის. კახა ბექაური, რომელიც არის ორი ნაბიჯის მაღაზიათა ქსელის 33% წილის ფლობელი, რომელიც არის ამავე დროს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, რომელიც აჯარიმებს ამ ტელევიზიას, ყველა ორგანიზაციას, რომელიც რამე კრიტიკულს ამბობს. რომელსაც ბოლოს რო გავაკეთეთ მასზე სიუჟეტი 21 ბინა ქონდა, მხოლოდ ბინა დაიმატა მაგის მერე 22 ბინა. ხა კიდე ერთი დაამატა 22 ბინა, 13 მიწის ნაკვეთი, 7 მანქანა, 20000 ლარი ხელფასი და 45 მილიონი ლარი აქვს მოგების სახით მიღებული ორი ნაბიჯის ქსელიდან ბოლო 4 წლის განმავლობაში. ანუ კარტელური გარიგება კი არსებობს, ოღონდ კახა ბექაური, რომელიც ბიძინა ივანიშვილის კაცი არის და მისი ტელეკომპანიის ყოფილი დირექტორია, მასსა და ირაკლი კობახიძესა და ბიძინა ივანიშვილის შორის არსებობს. აგრეთვე კარტელური გარიგება არსებობს სამსონ, იგივე სოსო ფხაკაძესა და ბიძინა ივანიშვილის შორის. სოსო ფხაკაძე, რომელიც არის სმარტის მე პატრონი, ხო, სუპერმარკეტის, რომელიც არის ყველაზე ძვირი სუპერმარკეტი არის, რომელიც არის ვისლო ჯგუფის ფლობელი, რომელმაც 2 დღის წინ იყიდა აბსოლუტურად უკონკურენტო გარემოში ბავშვთა ინფექციური ყოფილი შენობა 22 მილიონი შეიძინა, აბსოლუტურად მორგებულ პირობებში, ის რომ კონკურენტიც არ ყოლია და რა თქმა უნდა ის ხელისუფლების განუყოფელი ნაწილია. ის არის ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე. და ბიზნეს ასოციაციას, რომელშიც შედის თითქმის ყველა ბიზნესი, რაც მოყანა შეიძლება სუპერმარკეტების შესვლით, ერთი განცხადება არ გავრცელებია აი ამ კობახიძის ბოდვაზე, რომ აი რატო არის ეს ფასები მაღალი და ვის და ვის შორის არის გარიგება. მივლენ ალბათ და დაამშვიდებენ ასეთი ბიზნესმენები ცოტა ხანში პრემიერთან შეკრებას. ეს კობახიძის განცხადება ხალხო ეს იყო უბრალოდ აი პოპულისტური აბსურდი სათრიგძელო იყო იგივე გააკეთა ღარიბაშვილმა 2 წლის წინ კი ბატონო გვახსოვს ეს და როგორ დამთავრდა კონკურენციის სააგენტომ ბოლოს რომ გამოიკვლია რაღაც პროდუქტზე პურზე ფასის გაძვირების მიზეზი რა თქვა იცი სხვა გზა არ ქონდა უნდა გაეძვირებინათო ანუ ისეთი პირობები ამ ქვეყანაში შექმნილი გადასახადების გამო კორუფციის გამო ამ რაღაც ცუდი ეკონომიკური პოლიტიკის გამო იზოლაციის გამო მაღალი რისკების გამო ამ ქვეყანაში რაც არის ხო ეს პოლიტიკური ასტაბილურობის გამო რასაც ქართული ოცნება იწვევს ანუ თქვენს უბრალოდ პური თუ არ გაძვირდებოდა უბრალოდ ვერ გააგზელებდა ოპერირებას კომპანიები ახლა ელექტროენერგიაზე გაძვირდება გადასახადი გამოვიდა დავით ნარმანია და სემეკმა და თქვა რომ დენის ტარიფი ძვირდება ყველასთვის ახალი წლიდან როგორც ბიზნესისთვის ასევე კერძო პირებისთვის ეხლა მე მაინტერესებს ამ სუპერმარკეტებში რო პროდუქტები არის და მაცივარში არის შენახული ეს მაცივარი ხო დენში არის ჩართული თუ ამ დენის ღირებულება გაიზრდება მაშინ ამ მაცივარში შენახული პროდუქტის ფასი როგორ გაიაფთება ეგ ხო აბსურდია ხო გვატყუებენ აი უბრალოდ გვაშტერებენ ხო ესეა და უბრალოდ ადამიანები აი ამაზე რო არ იფიქროს და არ დაინახოს რეალური პრობლემა რა აი ამიტომაც მე დაიჭირეს ლიმონში დაიჭირეს სჭირდება რომ გაძვირებულ პურს შემოაშველოს სანახაობა რომ ცოტა ხნით ამაზე გადაიტანონ ადამიანები
ადამიანებმა ყურადღება. სუს როგორ და სუსი რა შუაში არის ფასების გაძვირებას, თან სპეცრაზმა უნდა დაარეგულიროს ფასები. ხო, აი ეს მინდოდა ზუსტად რომ მეკითხა. სუსისთვის ამის დავალება რას ნიშნავს, დავით, რა გზავნილია? იმ ბიზნესმენებზე არ ვსაუბრობ. კი ბატონო, რაც თქვენ აღნიშნეთ, კორუფცია, ეს კარტელური გარიგებები და შავი ფულის ტრიალი, რომელზეც დგას მთლიანად ქართული ოცნება და ამით ინარჩუნებს ძალაუფლებას. ვიცით ჩვენ ხო ვინ არიან ეს ბიზნესმენები, უმსხვილესი შემომწირველები და ასევე მათი არჩევნების, ასევე შავი ფული დამფინანსებლები, ხო? კი, ზუსტად და მე ამ ფულს ვისგან იღებენ? ჩვენგან იღებენ გადასახადების გადამხდელის. გარიბაშვილის სახში რო ოქროს ძოდი დევს, ეგ ავტომატურად აძვირებს პურს და მაწონს მაღაზიაში. ეს არის პირდაპირი კორელაცია, ეს არის ელემენტარული ეკონომიკური წესი, რომ აი ამ ხელა ფულის მასა ასე შავი ფულით და შავი ოქროზოდებით უტრიალებს ეკონომიკაში, ისე რომ ეს ასახული არ არის და წარმოების გამო არ არის ეს ფული გაზრდილი, მაშინ პირდაპირ იზრდება ფასი ყველა პროდუქტზე და ეხლა ეს როგორ შეიძლება დარეგულირდეს, როგორ შეიძლება ფასმა დაიწიოს, თუ კორუფცია მაინც რჩება, თუ ეს ფული მაინც იპარება, თუ ეს კარტელური გარიგებები მაინც არსებობს მთავრობასა და ბიზნესმენებს შორის. ანუ რა თქმა უნდა არ დაიწევს, ტყუილი არის, ბლეფი არის. შეიძლება რომ აი რაღაცნაირად ფასადურად ცოტა ხნით მაინც შექმნან ამის ილუზია და რომელიმე აი მაგალითად მათსავე ბიზნესმენებს დაავალონ რომ ფასები დაწიონ ცოტა ხნით მაინც. მე გეტყვით რა შეიძლება მოხდეს, იმიტომ რომ უკვე მომხდარა ეგ სადღაც და გეტყვით სადაც. 2022 წელს ალექსანდრე ლუკაშენკო მაგრძალა ფასების ზრდა. რაც გააკეთა კობახიძემ. ხო, ეს ძალიან კარგი მაგალითია. დაავალა მაშინაც ამ სპეციალურ პოლიციას და ეს დადიოდა რა ქვია სპეცრაზმელები და პოლიციელები დადიოდნენ და ესე ფასებს რიცხავენ რომ აი ამდენი იყო ფასი პურის და რაღაცეების რა. მცირე დროში დაიწია ამ ფასმა, რაღაცა 15%-იანი ინფლაცია იყო და რამდენიმე პროცენტით დაიწია, მაგრამ შემდეგი წლიდან დაიწყო ისევ ზრდა. ეხლა არის მზარდი, ისევ იზრდება ფასები ყოველ წელს. ეხლა აქვს 7%-იანი ინფლაცია, შაშე ქონდათ 6%-იანი ინფლაცია, მანამდე 5, ანუ იზრდება და ამის გარდა რაღაცა მაგალითად კარტოფილის დეფიციტი გაჩნდა წელს ბაზარზე ბელარუსში. ანუ კარტოფილი აღარ იყიდებოდა უბრალოდ, იმიტომ რომ ეს რაღაცა ვითომ დარეგულირებამ ეგეთი სისულელე გამოიწვია და აქ ეგ თუ მოხდება, ან არაფერი არ მოხდება. ორი ვარიანტია. ან საერთოდ არაფერი არ ხდება და ეს განცხადება დარჩება განცხადებად და ჩაივლის ისე რომ არაფერი უბრალოდ რაღაც ფასებიც ისევ იგივე დარჩება გაძვირდება და არაფერი არ მოხდება წყლის ნაყვა იქნება უბრალოდ ან მაგას გააკეთებენ რომ რაღაცა 3 და 4 თეთრით რაღაცები გაიაფდება იანვარში და მარტში გაძვირდება 15 თეთრით ისე. იმიტომ რომ ანუ შეუძლებელია ეგ გაიაფთეს სანამ ვართ აი ამ მდგომარეობაში რაშიც ვართ. ვიდრე არ დაიწევს გადასახადები კიდევ ერთხელ რომ ჩამოთვალოთ მთავარი ფაქტორები. ეს რაღაცას დავამატებ ძალიან მნიშვნელოვანს. იმ ევროპაში გარდა იმისა რომ გადასახადი თქვა უფრო დაბალია ხო მაგალითად ბანკის სესხი იქ არის 2 და 3%. ბიზნესი ხო სესხს სულ იღებს. ბიზნესი რომ ამ 2-3%-იან სესხს აიღებს, მას უღირს რომ 4 და 5%-იან მოგებაზე იმუშაოს. და ჩვენთან რამდენია ბანკის სესხი, იცით? 15%. ეგ თუ არ ვიცით, აბა რა ვიცით, 15%-ში რომ სესხს აიღებს რაღაც წარმოება. იმან რამდენი პროცენტიან მოგებაზე უნდა იმუშაოს? 5%-იან მოგებაზე? ანუ ხო აბსურდია. ანუ ეს მაღალი სესხი რო გვაქვს, ხო ქართული ოცნების დამსახურება არის, იმიტომ რომ ვართ რაღაცა მაგარი რისკის მქონე ქვეყანა, არასტაბილურობა პოლიტიკური მუდმივად მათ გამოშექმნილი კორუფცია, ინსტიტუტების მიტაცება, სასამართლო რა გაქვს ქვეყანაში, როგორ შეიძლება რომ ბიზნესი ვითარდებოდეს და წარმოება ვითარდებოდეს. ამიტომ უბრალოდ გვატყუებენ. აბსურდი არის. არანაირი ფასი არ დაიწევს, ვერაფერი ვერ დაიწევს და სუსს რო დაავალა, ეგეც კიდე არის მაგის ნიშანი. სუსს რო დაავალა, ეგ ის ნიშანია. იცით რომ ერთის მხრივ ის რომ ეროზია აქვს შიგნით, არენდობიან. აი რატო არ დაავალეს ირაკლი რექვინაძეს, რომელიც არის კონკურენციის სააგენტოს დირექტორი. რისთვის არსებობს ეგ უწყება? რატო არ დაავალეს? იმიტომ რომ იციან რომ გუშინ ირაკლი რექვინაძეს დაურეკა თქვენმა ჟურნალისტებმა თუ არ ვსწრები. კი ბატონო. კომენტარის თხოვა და იმის პასუხი როგორ იყო? იცით რა მიმართეთ პრესცენს და ახლობით ეგეთი პასუხი ქონდა. რომ რაფერზე არ უპასუხა, იმიტომ რომ იცის რომ სისულელე არის და ეხა კობახიძეს ვერ დაარტყამს ხო ესია, იმიტომ რომ მისი მონამორჩილია. შემდეგ დარიკვაზე პირდაპირ გვეტყვია რომ სუსის პრეს-ცენტრს მიმართეთო კიდევ უფრო დააკონკრეტებენ და ეს არის ალბათ გზავნილი კი ყველაზე მნიშვნელოვანი. სუსის გარდა არაფერი არ მუშაობს. მამუკა დინარაძის გარდა არავის არ ენდობა ირაკლი კობახიძე. ნუ ეგ სხვა შორის ღრმა კრიზისის გამოვლინება არის, იმიტომ რომ სუსი რა შუაშია. ფინანსური პოლიცია, ფინანსის სამინისტრო ყავს, ეკონომიკის სამინისტრო ყავს. ანუ არავის არ ენდობიან და მამუკა დინარაძის ენდობა მარტო ირაკლი კობახიძე და იმან დაავალა აი ერთმანეთს აგიჟებენ და ატყუებენ და ხო ანუ რა თქმა უნდა რაღაც მამუკა დინარაძე ფას როგორ შეამცირეს. ხო, ბევრს გაახსენა საბჭოთა პერიოდი და აი ობეხეს შესვლა სხვადასხვა საწარმოში ეს იყო მაშინ და ასეთი მეთოდებით მიდიან, მაგრამ აი მე მაინც მინდა გკითხოთ როგორი უნდა იყოს ახლა ბიზნესის რეაქცია, ხა ჩვენ ჩამოვთვალეთ რამდენი
რამდენიმე ბიზნესმენი, ვინც მართლა სულ დადიან ხოლმე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრებზე და ყველა კრიზისის დროს მიდიან და ამშვიდებენ, რომ მან თავი ცუდად არ იგრძნოს, მაგრამ ზოგადად ბიზნესის რეაქცია როგორი უნდა იყოს, დავით, და რას ვხედავთ ჩვენ ახლა? სიმართლე უნდა ილაპარაკონ და თქვან ის რაც რეალურად არის. ხო, ამ სოსო ხაკაძე რო არ გააკეთებს და კახაბექავი რო არ გააკეთებს, ეხო ვიცით. და ისე საინტერესოა, მაგათ დაიბარებენ თუ არა გამოკითხვაზე სუსში, იმიტომ რომ რა ვიცი, თუ ფასები არის მომატებული, მაგათ სუპერმარკეტებში არის მომატებული, მაგრამ ვინც არის კეთილსინდისიერი ბიზნესმენი და ასეთი ბევრი არის ამ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, მათ სიმართლე უნდა ილაპარაკონ და თქვან ის რაც რეალურად არის, ისევე როგორც ირაკლი ლექვინაძემ უნდა ილაპარაკოს სიმართლე ეს კონკურენციის სააგენტოს დირექტორმა და იმანაც თქვას რაში არის საქმე და რისგან არის ეს ყველაფერი გამოწვეული და მეორე რიცხვი ჩვენ ყველამ უნდა ვიცოდეთ ადამიანებმა ამ ქვეყანაში, რავი, როგორც ქართული ოცნების ამომრჩეველებმა, ისე ნებისმიერმა სხვამ, რომ სანამ ქართული ოცნება არის ხელისუფლებაში, ეს პრობლემა ვერ მოგვარდება. და იქ ქუჩაში რო გვაკავებენ თუ ტროტუარზე დგომა რო აგვიგზალეს თუ პოლიტიკური დაკავებები რო არის თუ კორუფცია რო არის, აი მაგის გამო არის ეს ფასები მაღალი, მაგის გამო ვართ აი ამ მდგომარეობაში და ეს განცალკევებით არ ხდება და უკვე ხედავთ რომ ყველასთან ჩაიმუხლა რეპრესიების აკლემა, ყველასთან რაღაცა მივიდას გაზრდილი ფასები, ყველას ემუქრება ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ანუ ეს გახდა უკვე საყოველთაო ტოტალური პრობლემა. მე მგონი ქართული ოცნების ამომრჩეველებს უნდა ხვდებოდეს და მათ შორის მათი თუნდაც ლოიალისტი ბიზნესმენები, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნა უკვე არავისთვის არ არის ნორმალური, არავისთვის მისაღები არ არის, იმიტომ რომ არავის უსაფრთხოება დაცული არ არის. რაზეც აქამდე წვანე ქონდა. არავინ არ დარჩება ისეთი, ვისაც არ შეეხება. თან უკვე ეს უკვე არანაირი ლოგიკას აღარ ექვემდებარება. გესმით, აქამდე იყო, რომ აი შეეძლოთ კორუფცია ეკეთებინათ და ამის გამო არ დაიჭერეთ. და ბოლოს დავით უნდა გკითხოთ აუცილებლად ირაკლი კობახიძემ გუშინ ბევრი ისაუბრა, მათ შორის ამ ინიციატივაზეც და ზოგადად პროპაგანდისტული არხების მესიჯები ახლა ასეთია, რომ აი ოპოზიციას უნდა მაღალი ფასები, უნდა რაც შეიძლება მეტი სოციალური ფონი იმისთვის, რომ პროტესტი კიდევ უფრო გაძლიერდეს და ირაკლი კობახიძეც ამას ამბობდა, რომ აი ამ კარტელურ გარიგებებშიო, ხო, აი ამ რადიკალური ოპოზიციის და მასთან დაკავშირებული პირების ინტერესი იკვეთებაო, რომ კიდევ უფრო მეტად აბუნტდეს ხალხი, ასე ვთქვათ, ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. გრას უპასუხებდით აი ამ გზავნილს, იმიტომ რომ ამ მიმართულებით სწავლენ ალბათ გასაგები. აი რატომ უნდა გვინდოდეს ოპოზიციას მაღალი ფასები ამ ქვეყანაში? რა ჩვენ არ ვყიდულობთ იმ პროდუქტს, ჩვენი ოჯახის წევრები არ ყიდულობენ, ან რაღაც ჩვენ უფრო გვეხება. ირაკლი კობახიძე ეხა გავიდა მაღაზიაში თუ დაავალა ვიღაცას და ეხა გაარკვია, რომ თუმე მაღალი ფასი თორე ჩვენ მაგაში ვცხოვრობთ 13 წლებში ამოვიდათ ალბათ ახლა და დაჭირდა. და ვხედავთ რომ ამ ხელაფასები არის და ჩვენ ვიხდით ამ ყველაფერს. როგორ შეიძლება გვინდოდეს მაღალი ფასი? ჩვენ გვაწყობს მდიდარი მოქალაქე თუ ეგრე არის. რაც რომ მდიდარი იქნება მოსახლეობა, მით უფრო ნაკლებად იქნება კობახიძის და ოცნებისნაირი ხელისუფლება მთავრობაში. იმიტომ რომ სადაც მდიდარი არის ქვეყანა, ვერ იყიდის 2 კილო კარტოფილის ფასად ხმებს. 700.000 სოციალურ დაუცველი რო ყავს. 700 კი არა, რავი, 70 თუ გვეყოლება, მაშინ ქართული ოცნება ხელისუფლებაში ვერ დარჩება. ჩვენი ინტერესი არის რომ თუ ეგრე არის, აი მაგკუთხით თუ უყურებთ, ჩვენი ინტერესი არის რომ მდიდარი იყოს ამ ქვეყანაში ბევრი ადამიანი და ირაკლი კობახიძისნაირი აი უმაქნისი მატყუარა ხელისუფლებაში ვერ იქნება. მაგ შემთხვევაში ეს რავი, ოქროს სტანდარტი არის, რომ რაც უფრო მდიდარია საზოგადოება, მით უფრო დემოკრატიის, ასე ვთქვათ, მეტი შანსი არსებობს, რომ იქ დემოკრატია იყოს და ეს ახლა რაღაც აბსურდი არის, უბრალოდ თვითონ არიან გამოწვევი ამ სიღარიბის, თვითონ არიან გამოწვევი ამ მაღალი ფასების და ჩვენ ანუ როგორ უნდა გადმოგვაბრალოს. მე მგონი რომ მაგას ყველა ხვდება. ეხა აი რა ვიცი, შეიძლება ვიღაცამ დაიჯეროს პროპაგანდისტული გზავნილი მისმა ამომრჩეველობამ, მაგრამ მე მგონი ნორმალური ადამიანი, მათ შორის ქართული ოცნების ხარდამჭერი ხვდება, რომ ეგ უბრალოდ აი რაღაცა ის არის რა. აი სიგიჟე არის უბრალოდ მაგის ლაპარაკი და არავისთვის დამაჯერებელი არის, იმიტომ რომ ეს ქართული ოცნების ამომრჩეველი და წევრი და ოპოზიციის ამომრჩეველი და წევრი, ესენი ხო მეზობლად ცხოვრობენ. ახალს ხო ერთ და იგივე ეზო აქვთ, ერთ და იგივე, რავი, მეც ყავს ნათესავები ქართული ოცნების ამომრჩევლები, თქვენს ყავთ და ქართული ოცნების ამომრჩევლებსაც ყავთ ოპოზიციური ამომრჩევლები. ხო ესე? ხო ხედავს ეს ხალხი, რომ ეს ყველას პრობლემაა, საყოველთაო პრობლემაა და არავინ იმას არ იტყვის, ნეტა უფრო გავღარიბდეთ. რა საკვირველია. ანუ აბსურდი არის და ამას მე მგონი ყველა ხედავს და უბრალოდ რავი, აი ირაკლი კობახიძე კი შეუძლია ეგრე ილაპარაკოს შავზე თეთრია, თეთრზე შავი, მაგრამ აღარ მგონია რომ ეს ისე დამაჯერებელია როგორც აქამდე იყო რა. იმიტომ რომ აღიარეს პრობლემები თვითონ და ეს პრობლემები მართლა არსებობს და თვითონ არიან მიზეზები და როცა მოშორდება ქართული ოცნება ეს პრობლემებიც გადაიჭრება.